ასეთ სიცხეში ყოველთვის მინდა ბანაობა. ცივია, მაგრამ მხოლოდ პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში. გამარჯობა, ლეო, შეგიძლია გასაბერი კამერა მომიტანო? კარგი, რომელი? აი ის, მხოლოდ ერთია. კარგი. დაიჭირე, ცოტა დაშვებულია. არა, პრობლემა, მადლობა. გინდა გაგიბერავ. არა, არ არის საჭირო. ამელკა, უკვე 1 საათია აუში ხარ, არ დაიღალე? არა, აქ კარგია. იქნებ შინით შევიდეთ და ვითამაშოთ. მთელი ზამთარი სახლში ვისხედით. ახლა საფხულია, ბანაობა მინდა. კარგი. უბრალოდ გამიგია, რომ ბევრი ცურო არ შეიძლება. რატომ? იქნებ ქალთევზად გადაიქცე. არა, მე მოგივიდეს. სისულელებს მოვაპარაკო. მთელი დღე აუში ვარ და არაფერი მოხდარა. კარგი, როგორც გინდა. ამოკა, კიდევ დიდხანს აპირებ აქ. კი, რა ხდება? სანამ გინდა თამაშების თამაში მინდა. ხოიპოვე, დაკავებული ვარ. შენ უბრალოდ წევ ხარ აუში. არ წევარ, აქ ვისვენებ. ეს მოსაწყენია, სანამ გინდა თამაშები უფრო საინტერესოა. საღამოს გითამაშები, ოღონდ ეხლა არ შემაწეხო. კარგი. აი, ჩემი საექსპერიმენტო მასალა. აუზი იდეალურია ჩემი მუტაგენისთვის. ეხლა კი უნდა წავიდე, სანამ ვინმეს დაუნახავარ. კიტი, ლეო, ეს თქვენ ხართ? ალბათ მომეჩვენა. რაღაცნაირად ღელავ ამელკაზე, ამდეხას აუში ყოფნა არ შეიძლება. კარგი რა, ცუდი რა უნდა მოხდეს. გამიგია, რომ წყალში დიდხანს ყოფნა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. უნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. მიშველეთ, რაღაც მოხდა. რა ხდება? ვერ ხედავთ? მასკარადის მოწყობა გადაწყვიტე? ჰელოუინი ჯერ შორია რა, მასკარადი ეს კოსტიუმი არა. ხო. ეს ნამდვილია. მომგითხარით. ამოკა ეს როგორ მოხდა? არ ვიცი. აუზიდან ამოვდიოდი და დავეცი. ვხურებ და კუდი მაქვს. ვა, ეს სასწაულია. გაქანება შეგიძლია? შემიძლია. ნამდვილი თევზი ვითხრა. ნახევრად თევზი. რა გავაკეთო? იქნებ დაველოდო, სანამ თავისით მოგძვრება. და თუ ასე არ მოხდება? მაშინ ექიმს დაუძახებ. ძალიან ცხელა, წყალი მჭირდება. გასაკვირი არ არის, ახლა შენ წყალთევზა ხარ, წყალი გჭირდება. ის მხოლოდ ნახევრად თევზია. ლეო, ნუ სულელობ. სწრაფად დამაბრუნეთ აუში. კარგი, ეხლავე. ასე უკეთესია? კი, ბევრად. აუში მოგიწევს ცხოვრება, სანამ არ გავუყოთ, როგორ დაგიბრუნოთ ფეხები. შიერი ვარ, რამე მომიტანეთ. ვილეული მაქვს, გინდა? კი, მიყვარს ის. საშინელება. რა, ეს შენ საყვარელი შოკოლადია. მიწის გემო აქვს. აბა, ენა გვაჩვენე. გასაგებია, თევზის ენა გაქვს. თევზის? ენასთან ერთად შენი გემონება შეიცვალა. აბა, რა ვჭამო? თევზის საჭმელი გვაქვს, გინდა? არა, მე თევზი არ ვარ. აჰა, სცადე მაინც, მოგიტან. გამომართვი.
ეს მართლაც გემრიელია. მეტი საკვები უნდა ვიყიდოთ, ვინ იცის რამდენ ხანს მოგიწევს ჭამა. ჯობია გავარკვიო როგორ გავხდე ადამიანი. იქნებ უბრალოდ მოგაჭრათ. რა? კუდი. ოხ, რას გისავ? რა თქვი არასწორი? კიდე რომ უფეხო ვიყო, თუ უკუდო? ამაკ რომელიმე თევზმა ხო არ გიკბინა? ცოტა ხნის წინ. არა, იქნებ უცნაური თევზის საჭმელი ჭამა. არა, მაშინ მხოლოდ ერთი ვარიანტია. ეს ყველაფერი აუზის ბრალია. მართალია, იმდენ ხანს იყავი აუზში, რომ თევზად გადაიქეცი. მაგრამ ახლა მე ვარ ქალთევზა, უწყლოდ ვერ ვძლებ. მართალია, წყლის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. მაშინ მოდი მისთვის სხვა ადგილი ვიპოვოთ. ხო, იქნებ აბაზანა. არა, იქ სივიწროვეა. სხვა ადგილი არ გვაქვს. გვაქვს პატარა საბავშვო აუზი. წყალი გაავსეთ. კარგი, ვითი გავბერო? ველოსიპედის გასაბერი მაქვს, ფორმულების გასაბეროთ ვიყენებ. კარგი, მიდი გაბერე, მე კი წყალიც მოვიტან და შევასებ. აბა, აუზი მზად არის? არა. შენ თქვი რომ გააქვს გასაბერი. სახლში დამრჩენია. კიტი, წყალი მჭირდება. მოვდივარ. იქნებ უბრალოდ აუზში ჩავყვინდა. შენ თვითონ თქვი რომ ჩემი კუდი აუზის გამო გამიჩნდა. ხო, შესაძლოა. ასე რომ სანამ ლეო გაბერავს აუზს მომასხი. დავამთავრე. კარგი, ამელკა, წავედით. ჰაჰა, ძალიან სასაცილოა. მოპატია დამოვიწყდა. მოგიწევს ჩემი ტარება. მედია ძალიან მძიმე არ ხარ. ოი! აბა, კომფორტულია? ცოტა ვიწროა. ველი აუზი უფრო მომწონდა. თუ რამე დაგჭირდება, დაგვიწახე. შეგიძლია წყალში მარილი დავიმეტო. რა გინდა? გინდა შენგან წვნიანი მომზადო? მე ზღვის ქალთევზა ვარ და ზღვაში წყალი მარილიანია. კარგი, ეხლავე. ესე უკეთესია? ბევრად. ვერანდაზე ვიქნები, თუ რამე დაგჭირდება, დაგვიძახე. სასტვანით დაგვიძახე. კარგი. აბა, რამე ინფორმაცია იპოვე? არა, ყველა წერს რომ ქალთევზები ზღაპრებშია მხოლოდ. ისინი რეალურად არ არსებობენ. ო, მეც იგივეს ვფიქრობ. იქნებ ექიმი გამოვიძახოთ. და რა ვუთხრათ მას, რომ ქალთევზა ყავს და დახმარება გჭირდება? დაიჯერებს, როცა თავად დაინახავს. არც კი ვიცი. ამაკას რაღაც უნდა, ავალ და ვნახავ. გინდოდა რამე? კი, თევზის კოსმეტოლოგის მომსახურება მინდა. რა მგონია ესეთი რამ არსებობდეს? მე ვიქნები პირველი. აიღე ფუნჯი და განწმინდე. რაც გინდა, მაინც ფეხები უნდა გქონდეს საბოლოოდ. არ მინდა ბომჟი ქალთევზა ვიყო, ასე რომ აიღე ფუნჯი და საქმე შეუდექი. ვიპოვე დაავადების განკურნების ერთ-ერთი გზა არის პაციენტის შეშინება, მაგრამ როგორ შევაშინოთ ქალთევზა? აჰა, ეს ნებისმიერ თევზს შეაშინებს. მიდი, ჩემი კუდი უნდა ბრწყინავდეს. არც ისე ადვილია, როგორც ჩანს. ამელკა, შეხედე რა მაქვს? მომაშორეს. იტი, რა საკეთებ? ეს შოკური თერაპია, ამელკა შეშინებით შეიძლება განკურნოთ. ვცდილობ ის ანკესით შეაშინო? ყველა თევზის ყველაზე საშინელი კოშმარია ანკესი, ქალთევზების ჩათვლით. შეწყვიტე, შენი მეთოდი არ მუშაობს. საკმარისია. უკვე თავი ამტკივდა ყვირილისგან. კარგი, სხვა გზას ვიპოვი. ამის მერე დამშვიდდება მჭირდება. ლეო, რა გაგიკეთო? ფარფლის მასაჟი. არ ვიცი. ვისწავლე, რადგან ვიქნები ქალთევზა, არავინ იცის. როგორც შენი ტყვი. თხილად, არ მომტეხო. ჯანსაღი და სწორი კვება დაგეხმარებათ ამ უსიამოვნო დაავადებისგან თავის დაღწევაში. ნახოთ რა გვაქვს მაცივარში ჯანსაღი. სოსისი ნამდვილად არ იქნება ჯანსაღი. კეჩუპით ნამდვილი პომიდორი ბევრად უფრო ჯანსაღია. ეს კი ჯანსაღის საკვებია. წმინდა ლეო,
მოიცადე, დაკავებული ვარ. შია, საჭმელი მომიტანე. აღარ გვაქვს, ყველაფერი შეჭამე. მერე წადი და კიდევ იყიდე. მე ვმუშაობ, ახლა ველოსიპედს მუხრუჭებ შევასწორებ და წავალ. როგორც ხელა, ეს აუზი ჩემთვის ძალიან პატარაა. გავიგე რომ შიერი ხარ. ხო, რამე გააქვს? კი, მაგრამ ეს ყველაზე გემრიელი საკვები არ არის, პირიქით ყველაზე საშინელია. უბრალოდ არ მითხარ, რომ ეს არის ზღვის მცენარეები. გემრიელია, სწრაფად მოდი. ხუმრო, შენ ყოველთვის გძულდა ის. ეს ადრე იყო, როცა ადამიანი ვიყავი, მაგრამ შენ მაინც ადამიანი ხარ. ნახევრად. და ნახევრად თევზი. იყვარს წყალმცენარეების ჭამა თევზს. ანუ გემრიელია? ძალიან. ანუ სხვა გზა უნდა ვიპოვო შენი გამოჩამთელებისთვის. არის შეგვიძლია წავიდეთ. რა მოხდა იქ? კარგად ხარ? არ ვიცი, ველოსიპედს ვაკეთებდი, მე სიმღერა გავიგე და აღარ მახსოვს რა მოხდა. გასაგებია, სირენის სიმღერა იყო. სირენის სიმღერა? ლეგენდა ამბობს, რომ ქალთევზეები სირენის სიმღერით ხიბლავდნენ მეთევზეებს. ვისთვის? რათა მათი გემები მკვდრდეს და დანგრეოდა და მეზღვაურები დაემონებინა. ამ ყველაფერს მემაბრალებ? ჩემზე ჯადოქრობა გადაწყვიტე? არ მინდოდა, უბრალოდ სიმღერას ვღეროდი. შენ ვერ აკონტროლებ შენს ხმას, ამიტომ ეცადე აღარ იმღერო. კარგი, აღარ გავიმეორებ. როგორ მგონი ქალთევზად გადავიქეცი? ვა, ახლა ორნი ვართ. სწორი ტერმინი იქნებოდა ქალთევზა და კაცთევზა. რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ გითხარით, რა ვქნა? არ ვიცი, მაგრამ ერთ ცოტა პრობლემა ნამდვილად აუზშია. ის მხოლოდ რამდენიმე წამით იყო აუზში. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ქალთევზად გადაქცეულიყო. კიტი, მოშორდი აუზს, არ მჭირდება შენს ქალთევზად რომ გადაიქცე. ხო, მე საჭმელს ვერავინ მოგვიტანს. აქ იჯექით, ექიმს დაუძახებ. ისაგვეუბნები თითქოს სიარული შეგვიძლია. მეც არ უნდა დაუძახო ექიმს. უნდა დავუძახო, თავად ვერ გაუმკლავდებით ამ ყველაფერს. ტელეფონზე არავინ არ პასუხობს. ეს რა იყო? დოქტორი ფიშლექსი, საზღვაო ცხოველების მკურნალობის ექსპერტი. ეს არის ის, რაც მჭირდება. გამარჯობა, დიახ, ეს არის დოქტორი ფიშლექსი. კარგი, მალე მანდვიქნები. მალე ჩემი ექსპერიმენტი დასრულდება. რატომ უნდა ვიჯდე მე ამ პატარა აუზში, ლეოკი დიდ აუზში? იეჭვიანე, შენზე უკეთესი ქალთევზა ვარ. ამოკა შენთვის უკეთესია. ისე სწრაფად არ განიცდი მუტაციას როგორც ლეო. რა, აღარ მინდა აკვანაობა. ხუმრობ, დამშვიდი, არ მგონია იმაზე მეტი მუტაცია განიცადოთ, ვიდრე ახლა ხართ. ასეთ შემთხვევაში მე ლეოსთან მივდივარ. ქალთევზა ყოფნა არც ისე ცუდია რა. გარშემო მეტი წყალი რომ იყოს კი. სახლის დაგორვას მთხოვ? გაგიზდი? მე იქ როგორ ვიცხოვრებთ? მარტივად, ჩვენ ხომ ქალთევზები ვართ. და კიტი, დედა და მამა? აუზში ჩამოვიდნენ და ისინი ქალთევზებად გადაიქცევიან. საჭმელს ვინ მოგვიტანს? ამაზე არ მიფიქრია. შუადღე მშვიდობისა, მე მქვია დოქტორი ფიშლექსი და ვარ თევზის ექსპერტი. მაშ ეს თქვენ იყავით, ვინც ტელეფონზე მელაპარაკა? დიახ, თქვენ მითხარით, რომ განსაკუთრებული თევზი ყავთ? აბა, როგორ გითხრათ, თევზი ნამდვილად არ არის. თავად ნახეთ. წამომყევით. ვა, მუტაცია უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე მე მეგონა. რა თქვი? მე ვთქვი, რომ ესეთი რამ პირველად ვნახე. შემიძლია უფრო ახლოს ვნახო? რა თქმა უნდა. საოცარია, ნამდვილი თევზივითაა. იცით როგორ გვიმკურნალოთ? არა, არ ვიცი. ანუ ისეთ ხმა გინდათ, რომ სამუდამოდ ესე დავრჩები? არა, არ დარჩებით. მალე თევზად გადაიქცევით. რა? მალე თქვენი ზედა ნახევარის მუტაციას განიცდის და მთლიანად თევზი გახდებით. არა. არ მინდა თევზი ვიყო, რამე გააკეთეთ.
შემიძლია მხოლოდ ერთი რამ შემოგთავაზოთ, ჩემს პირად აკვარიუმში გადაგიყვანოთ. მისთვის ჩავატარებ ექსპერიმენტებს თქვენ მოიმსახურებით მეცნიერებას. დარწმუნებული ხარ, რომ ექიმი ხარ? რა თქმა უნდა, თევზის ექიმი ვარ მე. ჩვენ ექიმი გვინდა, რომელიც განკურნავს და არა ექსპერიმენტებს ჩაგვიტარებს. სულელო, უნდა გიხაროდეს, რომ სოფლიოში პირველი ადამიანი თევზი გახდები. კიტი, ნორმალური ექიმი გვიპოვე. ეს ერთგვარი ფსიქოპატია. მე ვარ ფსიქოპატი. როგორ ბედავ, დიპლომი მაქვს. შეშლილია. ახლავე გაჩვენებთ, ვინ არის აქ გიჟი. თქვენი წასვლის დროა. არა, გამიშვი. ბოდიში, მაგრამ თქვენ არ ხართ შესაფერისი ექიმი. ასე არავინ მომქცევია. მალე ისინი ყველა ჩემს კოლექციაში აღმოჩნდება. მაშასე მოვიშორე ის გიჟი ქალი. შვენიერი, ახლა ნორმალურ ექიმს დაუძახე. არ შემიძლია ქალაქში ყველა ექიმი დაკავებულია. აბა რა უნდა ვქნათ, ვერ დავშტებით ესე და ვერ დაველოდებით. არ გვინდა თევზად გადავიქცეთ. იდეა მაქვს. თავად წავალ საავადმყოფოში. ყლის სიმს ავიღებ და წავუღებ. რისთვის? აუში ჩასვლის შემდეგ ქალთევზად გადაიქეცით, რაც ნიშნავს, რომ ამ წყალში რაღაც ხდება. თუ ექიმები გაარკვევენ, რა სჭირს წყალს, წამალს დაგვემზადებენ. კარგი, უბრალოდ იჩქარა. სანამ დაუბრუნდები, ეცადეთ თევზად არ გადაიქცეთ. რა ვქნათ? ურთე ვითამაშოთ. მოდი. ამოკა ეს ვინ არის? არ ვიცი, პირველად ხედავ. რა უცნაური კოსტუმიაცია, ჩვენ საუში უნდა ჩამოხტომა. გონი მას აუზი კი არა ჩვენ ვაინტერესებთ. რა გავაკეთოთ? კუდი ჩავს ვერ გავიქცევით. მოდი აუზის ცენტრში დავიმალოთ, ღრმაა და ის ვერ მოვა ჩვენამდე. იმუშავა, აქ უსაფრთხოდ ვართ. ჯერჯერობით. ლუზერო. ჩვენ ვერ დაგვიჭერ. ის წავიდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაბრუნდება. სწორად ვფიქრობ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. პიუ, პიუ. ლეო, შენს ადგილას ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი. რატომ? ის ბოროტი ქალი შეიძლება ნებისმიერ დროს დაბრუნდეს და რამე დაგიშალოს. ვერ დამიჭერს, როგორც კი მოვა აუში ჩამოხტები. ძალიან თავდაჯერებული ხარ. ყველად ნერვიულობ. კარგი, როგორც გინდა. ეს რისი სუნია? ოჰო, თლიანი ქილა ჭიაყელების, ეს ხომ ნებისმიერი თევზის ოცნება? საინტერესოა, როგორ ავიღო? დაი ამოკას ეძინოს, მე მეტი მომიწევს. ოჰო, გემრიელობა. ეს რა, ცარიელია, ეს რა პრანკია. აი, გაები ნახეში? არა, ვერ დამიჭერ. მე თევზები, მე ვერ დამიჭერენ. აი, თუ ვერ დაგიჭერ, აქ წყალი არ არის, გაქცევას ვერ შეძლებ. გამიშვი, მიშველეთ, გამიშვი. დამეხმარეთ, ვინმე? რა მოხდა? ამელკა, მიშველეთ, ჩემს გატაცებას აპირებენ. სწრაფად დააბრუნე ის. საშინელება მან ლეოც გაიტაცა და მანქანაც. შვენიერი სიახლე მაქვს, მე დავბრუნდი და წამალი ვიშოვე. და ლეო სად არის? ის გაიტაცეს. რა? ვინ გაიტაცა? ვიღაც გადაცმულმა. და ჩვენი მანქანა სად არის? ლეოსთან ერთად ისიც გაიტაცეს. გასაოცარია, მხოლოდ 20 წუთი დაგტოვეთ. უნდა გადავარჩინოთ ის.
გეთახმები, მაგრამ ჯერ შენზე უნდა იმოქმედო სამწამალმა. ვაუ, ისევ ადამიანად გადავიქეცი. შვენიერია, ანუ მიქსტურამ იმუშავა. მაგარია, სირბილი, ახტომა. მერე გაიხარე, ეხლა კი ლეო უნდა მოვძებნოთ. მართალი ხარ, მანქანა უნდა ვიპოვოთ, რომ გავყვეთ მას. იცი ეს როგორ უნდა გავაკეთო? მანქანა შეგვიძლია ვნახოთ ტელეფონით. აბა, რამე იპოვე? კი, მანქანა არც ისე შორსაა, აქვეა. ალბათ საწავი გაუთავდა და მანქანა გაჩერდა. ჩქარა, უნდა დავეწიოთ მას. ჯანდაბა, საწავი გათავებულა. ფეხით უნდა წავიდე, რათა ბენზინ გასამართ სადგური ვნახო. ეი, ქალთევზავ, ჯერ თევზად არ გადაგცეულ ხარ? არა, და თევზად რო გადავიქცევი გიკბენ. ცუდად თუ მოიქცევი, შენგან თევზის კონსერვს გავაკეთებ. მე მალე ამოკა გადამარჩეს. იყავი აქ. საწავი უნდა მოვიტანო. არსად არ წახვიდე. ვერ მიაღწევ ამას. იჯექი და ჩუმად თევზო. აბა, ბევრი დაგვრჩა. ჩვენ თითქმის მოვედით. აი იქ არის მანქანა. როგორც ჩანს, ძღოლი არ არის. წამოდი ვნახოთ. იმედი ყველაფერი რიგზეა. ყოველი შემთხვევისთვის ფრთხილად მაინც ვიყოთ. მე ვგრძნობ, ლეო შიგნით არის. ვერ ვაღებ. მანქანაში მისი გასაღები ღილაკია. ლეო, კარგად ხარ? კი, ყველაფერი კარგად მაქვს. სახლში დაგაბრუნებ და ადამიანად გადაგაქცევ. იცი ეს ვინ გააკეთა? ის ექიმია, შენ რო გამოიძახე. ეს მის გამო გადაიქეცით, ქალთევზებად. და საიდან იცი? ლაბორატორიაში მითხრეს, სადაც წყლის ნიმუში წავიღე. და მათ როგორ გაიგეს? თევზის მუტაციის წამალი მოიპარა და ჩვენ საუში ჩაამატამა. რატომ? არ ვიცი, ის ალბათ ფსიხია. ის ბრუნდება. ნუ დარდობ, ჩვენ მას მივხედავთ. შენ აქ იჯექი და არსად არ წახვიდე. მოდი მე დაგეხმარებით. კუდით ვერაფერს ვერ იზამ.ავს გავასებ და გავაგრძელებ გზას. ლაბორატორიაში წასვლის დროა და ექსპერიმენტის გაგრძელების. როგორი სიცხეა. აუ, ცივი წყალი, ზუსტად ის რაც მინდა. შვენივრად მოიფიქრე ამალკა. ხო, მან მთლიანი ბოთლი დალია და თევზად გადაიქცა პირდაპირ. ცოტა რო გაგეკეთებინა, ხალთევზას კუდი ექნებოდა. საჭესთან დაჯექი და წავედით. კარგი ხო? ლეო, მოვედით. აუში ჩახტი, ისევ ადამიანად გადაიქცევი. არა, როგორც ჩანს დავაგვიანეთ და თევზად გადაიქცა. იქნებ დაგვიანებული არ იყოს, თუ ეხლავე ჩავაგდებთ აუში. მოდი ცადოთ. ლეო, არ დანებდე, უნდა იბრძოლო. რატომ არ ბრუნდება? გონი დავაგვიანეთ, ის ადამიანად აღარ გადაიქცევა. სულ თევზი იქნება. საწყალი ლეო. ამბეხანსაც გინდა იმბეხანს იყავი ამ აუში. გამოგვივიდა, ის დაბრუნდა. გვეგონა ყველაფერი დამთავრდა. უკვე მაღაზიაში მივდიოდით თევზის საწვლის საყიდვად. მე მინდა ჩიფსების მთელი შეკვრა და სამაგიდო თამაშები. დაბრუნდა ნამდვილი ლეო. ყველაფერი დამთავრდა, დაუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. და ექიმს რა უქნათ? თევზად დავტოვოთ? კარგი აკვარიუმი მაქვს, ცოტა ხანი იქ იქნება. ხო, შემდეგ კი პოლიციაში გადავცემთ. კარგია, მე მაწყობს. ბავშვებო, თუ მოგაწონათ ჩვენი ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ. ასევე არ დაგავიწყდეთ, დააჭირეთ ზარის ღილაკს, რათა ახალი ვიდეოები არ გამოგცეთ. ნახვამდის!